Ai win gachta, ai Magda Mamukeliშვილი და ეს ყელი ქალები, აი სუნიანი ქალები, აი ვინ ახართ, აი ვინ გეკითხება თქვენას რა. ეხა ადამიანი ხო ცუდი ფაქტი მოხდა დაიღუპა ხო ეხა არ ვიცი გამოძიება იწყოს ხა თავი მოიწ ყველა გახდება, ყველა ქვეყანაში ხდება რომ ვიღაცა ან თავს იკავს იმ პოლიციელი, ყველა გახდება. აუ ესენი გამოხტენ ეხა და აქციებია, თქვენი დედის მუტელი მოთხარ რა, ვინ ახართ რა თქვენი სუნიანი დედებს შეგეცით რა. ეს ვიდეო ბექა გოცირიძემ სიკვდილამდე 2 კვირით ადრე ჩაწერა. ამ ვიდეოს მერე არ გასულა დღე, რომ ბექაზე არ მეფიქროს შურის ძიებაზე, არ მეფიქროს იმაზე, რომ მე მასე შევხვდებოდი და ძალიან არასასიამოვნო შევხვდებოდი. და ალბათ არ არსებობდა დღე მინდეს და თორნიკეს, რომ ბექა გოცირიძეზე არ ეფიქროთ, კაცზე, რომელმაც პროვოკაციის მოწყობით და ჩივილით ისინი ამდენი თვე გამოკეტა ციხეში. და რამდენ ხასის ხდებიან, ჯერ კიდევ არ ვიცით. ძალიან უსიამოვნო ვიდეოა. ასეთი რამ არ უკადრია ქართული ოცნების არც ერთ პროპაგანდის ჩემს წინააღმდეგ. ვიდეო ეხება ჩემს პოსტს, სადაც გამოვთქვავ ეჭვს, რომ არ მჯერა ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომელი სუსში დაიღუპა ბარიატრიის ოპერაციით. ეჭვის გამოთქმის უფლება ზოგადად ყველა ადამიანს აქვს და არც არავის დაუგეგმოს აქციები, უბრალოდ ეს იყო პოსტი, რომელთაც ფაქტურად გამოვთქვავდი საკუთარ ეჭვებს. სულ ეს იყო და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, იმ ვიდეოს კომენტარებშიც გამოჩნდა ხალხი ქართული ოცნებიდან, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ არ შეიძლება ასე აგინო ადამიანებს. ბექა პასუხობდა, ცალკე პოსტი დაწერა მაგაზე, რომ კი ჩვენ ვართ აგინებლები და ასე უნდა გააგრძელოს ცხოვრება და ასე აპირებს ბოლომდე ყველას აგინოს, ვისი აზრიც არ მოეწოდება. არ შევხვები ვარ ბექას პირადად. ბექა საერთოდ არ მიხსენებია იმ დღეს და საერთოდ არც მიფიქრია მასზე, მაგრამ ის ადგა და ესე სახელობითად ძალიან ცუდი ვიდეო მომიწყნა. ამის წინ იყო ამ ვიდეოს უყურებდი და ჩემი 9 წლის შვილი შემომესწრო და მეკითხება ეს რა ვიდეოაო. მე მომიწია პასუხის გაცემა თუ რა ხდებოდა და რატომ ლანძღავდნენ დედამის ასეთი სიტყვებით. მე ბექა გოცირიძის გარდაცვალება მშვება და არაფერი სიკეთე არ მომიტანდა ნამდვილად. არც მიხარია, მე მერჩივნა რომ ის ყოფილიყო ცოცხალი და მას ეგრძნო რომ ძალიან შეეშალა ჩემთან და არ შეიძლება რომ ქალს, ვიღაცის ცოლს, ვიღაცის დედას, ვიღაცის შვილს ასე აყენებდა შეურაცხყოფას და იმ ადამიანებსაც აქვთ გრძნობები. არ შეიძლება რომ ადამიანს ასე ხელაღებით გადაუარო. მე ყველა ბავშვი მეწოდება, რომელიც მამის გარეშეა. მე ყველა მშობელი მეწოდება, რომელიც შვილს გააცილებს ამ ქვეყნიდან. ნამდვილად არ ვარ ეგეთი ადამიანი, რომ ასეთ რაღაცებზე არ ვიფიქრო. ვიდეოს იმიტომ წერ, რომ მიგანიშნოთ ქართული ოცნების პროპაგანდისტებს. არ ვიცი აქვს თუ არა, ამას საერთოდ აზრი ალბათ არა აქვს და ტყუილი ლაპარაკია ესეც ჩემი მხრიდან. ნუ გადაეკიდებით ადამიანებს. ნუ ეკცევით ასე ადამიანებს. თქვენ გიყენებენ ინსტრუმენტად, რუსეთი გიყენებთ თქვენ ინსტრუმენტად. ქართველი ერი ერთმანეთს გადაკიდა რუსეთმა ფულით. ნუ იზავთ ამას. თორემ ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი თქვენი გარდაცვალების მერე, ვინც იტყვის რომ ცუდი კაცი იყო. ისე იცხოვრეთ, რომ ეს არ გაიგონონ თქვენმა ოჯახის წევრებმა თქვენი გარდაცვალების შემდგომ. ამას ნუ კადრულობთ ხალხო, ამ ხალხსაც ოჯახები ყავთ. არ შეიძლება ასე შეეხო ადამიანს. ნუ გახდებით ინსტრუმენტი ვიღაცის ხელში. არ შეიძლება, ეს არაქართველობაა. მე ესეთი არაფერი მინახავს. ადგე და ქალს აგინო მარტო იმიტომ რომ რაღაცა საკითხზე აზრი გამოთქვა. არაქართულია და არაკაცულია ეს. და ნუ გიკითხავ მე, როდესაც ამ ხელა ბოროტებას დაათესავს ადამიანი, რომ მის მიმართ არის აგრესია საზოგადოებაში.